ზოგისთვის ერთი ბრძოლაც კმარა რომ შედრგეს. ზოგი წლობით უძლებს გადახდილი ბრძოლების სათვალავიც კი ეკარგება, მაგრამ ისიც კი, ვინც 100 ბრძოლას გადაურჩა, შეიძლება 101-ად შედრგეს. ძმები ძმების სიკვდილს ხედავენ, მამები ძეებს კარგავენ. მეგობრის თვალწინ მეგობარს ხელით უჭირავს ტაბარით გაფატრული მუცლიდან გადმოყრილი ნაწლავები. ხედავენ, როგორ დაეცა ბრძოლაში ლორდი, რომელიც საომრად გამოუძღვათ და ესმით, როგორ ყვირის ვიღაც სხვა ლორდი, ახლა ჩემები ხართო. იჭრებიან და ერთი ჭრილობაც არ არის შეხორცებული, მეორეს იღებენ. არასოდეს აქვთ სამყო საჭმელი, სიარულში ფეხსაცმელები ეხევათ, ტანსაცმელი ეძონძებათ და ულპებათ და მათგან ნახევარი ქვეშ ისვრის, იმიტომ რომ ცუდი წყლის სმით კუჭი აქვთ აშლილი. თუ უნდათ იშოვონ ახალი ჩექმა, უფრო თბილი მოსასხამი, ან იქნებ დაჟანგებული რკინის მუზარადი, ეს ყველაფერი მკვდარს უნდა გახადონ. ცოტაც და უკვე ცოცხლებსაც ძარცვავენ, იმ უბრალო ხალხს, ვის მიწებზეც იბრძვიან. ზუსტად ისეთებს, როგორებიც თვითონ იყვნენ ადრე. ცხრებს უკლავენ და ქათმებს პარავენ, ამის მერე კი მათი ასულების მოტაცებამდეც ბევრი არაფერი რჩება. ერთშვენიერ დღეს მიმოიხედავენ და ხვდებიან, რომ ყველა მეგობარი და თვისტომი დაუკარგავთ. ვიღაც უცხოების გვერდით იბრძვიან, მათთვის უცნობი ბაირაღის ქვეშ. არ იციან სად არიან, ან შინ როგორ უნდა დაბრუნდნენ. ლორდმა კი, რომლისთვისაც იბრძვიან, მათი სახელიც არ იცის და მაინც მოდის, ყვირილით ითხოვს, დაირაზმონ, წყობში ჩადგნენ თავიანთი შუბებით, ცელებითა და ალესილი თოხებით, მტერი არ გაატარონ და უცებ რაინდები დაატყდებიან თლად ფოლადში ჩასმული უსახო მეომრები და მათი შემოტევის მეხთა ტეხა მთელ სამყაროს ავსებს და კაცი ბრძოლიდან გარბის. მობრუნდება და გარბის, ან ბრძოლის მერე მიცოცავს დახოცილთა გვამებზე, ან დაღამებულზე მიიპარება სადმე სამალავს პოულობს. ამ დროისთვის სახლზე აღარც ფიქრობს და მეფეები, ლორდები და ღმერთები მისთვის უფრო ნაკლებს ნიშნავს, ვიდრე სუნ დაკრული ხორცის ნაჭერი, რომელიც კიდევ ერთ დღეს გადაატანინებს, ან მთლე ღვინის ტიკი, რომელიც რამდენიმე საათით შიშს გადაავიწყებს. ბრძოლას გაქცეული კაცი დღიდან დღემდე ცხოვრობს, ჭამიდან ჭამამდე, ნადირი უფროა ვიდრე კაცი. ლედი ბრიანი მართალს ამბობს, ისეთ დროს ახლა რომ გვიდგას, მგზავრი ბრძოლიდან გაქცეულ კაცს უნდა ერიდოს და უნდა ეშინოდეს მისი, მაგრამ კიდევაც უნდა ებრალებოდეს. რამდენი წლის იყავი, როდესაც ომში წაგეყვანეს? შენს ბიჭზე მეტის არ ვიქნებოდი, მიუგო მერიბოლდმა. ეგეთი ამბებისთვის მეტისმეტად პატარა კი ვიყავი, რაც მართალია, მაგრამ ჩემი ძმები ყველანი მიდიოდნენ და მე ხომ არ ჩამორჩებოდი. ვილიამმა თქვა, ჩემი საჭურველთ მტვირთველი იქნებიო, თუმცა ვილი რაინდი არ ყოფილა, მედუქნის ხელის ბიჭი იყო. იარაღად კი სასტუმროს სამზარეულოში აწაბნილი დანა ჰქონდა. საფეხურა ქვებზე მოკვდა, ისე რომ ერთხელაც არ მოუქნევია. ცხელება მოუღო ბოლო, მაგასაც და ჩემს ძმას რობინსაც. ოუენს ლახტმა გაუხეთქა თავი, მისი ძმაკაცი ჩოფურა ჯონი კი ქალზე ძალადობის გამო ჩამოახჩვეს. ეგ 9 გროშიანი მეფეების ომი არ იყო? ჰკითხა ჰაილჰანტმა. ასე ეძახდნენ, თუმცა არც მეფისთვის მომიკრავს თვალი, არც გროში მიშოვია, მაგრამ ომი ნამდვილად იყო. ომი კი იყო.